4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი დღეს არ გამოცხადდა. ამ შემთხვევაში საუბარია 13 პირიან ჯგუფზე, რომელთაც სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას და ჯგუფურ ძალადობას ედავებიან. დიაბაძაღომ უფრო მეტი იცის და ისახლა ფორმულას ეთერს უერთდება დეაგისმეთ. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, ის რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ერთ-ერთმა ადვოკატმა დღეს დააყენა შუამდგომლობა იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესი ერთი კვირით გადადებულიყო, რადგან როგორც მან აღნიშნა, მიმდინარეობს მოლაპარაკება მხარეებს შორის საპროცესოსთან დაკავშირებით. მანამდე დღევანდელ სხდომაზე დაგეგმილი იყო, რომ ბრალდებულები ისარგებლებდნენ საბოლოო სიტყვის უფლებით, თუმცა დღეს გახდა ასევე სწორედ ის ცნობილი, რომ 13-ვე ბრალდებული არის თანახმა საპროცესოს გაფორმება დაკავშირებით, ამიტომ ისინი მიმართავენ უკვე ოფიციალურად პროკურატურას, რის შემდეგაც გახდება გადაწყვეტილება უკვე შემდეგ კვირას ცნობილი, რაც შეეხება პირობებს თუ როგორი იქნება ეს პროცესის დასრულების შემდგომ ჩვენ ვესაუბრეთ როგორც პროკურორს, ასევე ადვოკატებს. პროკურორი ამბობს იმას, რომ ინდივიდუალურად იმსჯელებენ ყველა ბრალდებულთან მიმართებით. ცნობილია ის, რომ ამ კონკრეტულ ეპიზოდზე ბრალდებულების ვიდეოებში არის მტკიცებულებები, სადაც ფიგურირებენ პოლიციელები, ამიტომ გახდება თუ არა ეს შემაფერხებელი ფაქტორი საპროცესოს გაფორმებისთვის ჯერჯერობით არის უცნობი. როგორც გითხარით, მსჯელობა პირობებთან დაკავშირებით იქნება ინდივიდუალური. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ერთ-ერთი ადვოკატი, გია და მიხეილ თოლორაიების ადვოკატი ჩვენთან ამბობს იმას, რომ მათ სურთ ის, რომ პირობითი სასჯელი იყოს შემდეგი, მინიმალური რეალური სასჯელი უფრო სწორად საპროცესოს პირობა რომ იყოს ასეთი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა, ეს ჯერჯერობით არის უცნობი. მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ჩანიშნა პროცესის შემდგომ კვირაში და სავარაუდოდ გადაწყვეტილება გაუფორმებს თუ არა პროკურატურა საპროცესოს ბრალდებულებს, ან წინააღმდეგ შემთხვევაში რა გადაწყვეტილებას მიიღებს უკვე მოსამართლე, სწორედ შემდგომ კვირას გახდება ცნობილი. 13-ვე ბრალდებულს მომართული აქვს ჩვენთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით, ეს დააფიქსირეს დღევანდელ სასამართლო პროცესზეც. ჩვენ განვიხილავთ ამ განცხადებებს, რა თქმა უნდა, და ბრალის ხარისხის მიხედვით მიიღებთ გადაწყვეტილებას. თუმცა ამ ეტაპზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვართ მოლაპარაკების ეტაპზე, ვინაიდან აღნიშნული განცხადებები დროის მოკლე პერიოდში იქნა შემოტანილი, თუმცა დღეს გააჟღერდა ყველა ბრალდებულმა, რომ მან ყველა სულ საპროცესო შეთანხმება და ამის გამო მოითხოვეს საქმის გადადება, ამდენად განვიხილავთ ამ ყველა განცხადებას. ყველა ბრალდებულს განსხვავებული მოთხოვნა აქვს დაწერილი, რა თქმა უნდა, განვიხილავთ ყველას მოთხოვნა და ჩამოვყალიბდებით, რა თქმა უნდა. ბრალის ხარისხი უნდა შევაფასოთ თითოეულ ბრალდებულთან მიმართებით, ასევე მათი პასუხისმგებლობა, ასევე მათი ნასამართლობა და ამ ყველაფრიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვიმჯერებთ თითოეულის საჯელზე, თუ იქნება მიღწეული, რა თქმა უნდა. ჩვენზე არ არის დამოკიდებული ამ განცხადებაზე, როგორი პასუხი იქნება. პირობებს რაც შეეხება კონკრეტულად თოლორაიების შემთხვევაში ჩვენ მოთხოვნილი გვაქვს მინიმალური ვადით რეალური სასჯელი. მოგეხსენებათ, რომ თითოეული მათგანი უკვე თითქმის წრათვი იმყოფება პატიმრობაში, შესაბამისად ვიმედოვნებთ, რომ თანხმობის შემთხვევაში რაღაც მინიმალური ვადით რეალურ სასჯელზე გაფორმდება. ზუსტი ვადა არ გვაქვს მითითებული, ბუკვალურად გვიწერია, რომ შეძლების დაგვარად მინიმალური ვადით სასჯელზე. სხვების განცხადების შინაარსი ჩემთვის უცნობია. შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც უშუალოდ მე დავაყენე მოსამართლის წინაშე და ეს იყო მთლიანად დაცვის მხარის საერთო პოზიცია, სასამართლო პროცესი გადაიდოს, ვინაიდან მიმდინარეობს მოლაპარაკება ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა დააკმაყოფილა, გადადებული იქნა ერთი კვირით. მთელი ამ ერთი კვირის განმავლობაში გვექნება პოზიციები შეთანხმებული უკვე ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის, ბრალსა და სასჯელთან დაკავშირებით, თითოეული პიროვნების, თითოეული ბრალდებულის ინტერესების გათვალისწინებით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დღეის მონაცემებით გეტყვით, რომ მიმართვა აქვს უშუალოდ გაკეთებული იური ლომიძეს გენერალური პროკურატურის სახელზე. გენერალურ პროკურატურაში არის მისი განცხადება წარდგენილი, თუმცა მეორე დაცვის ქვეშ ყოფი ჩემი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის იური მანუჩარ მიქელაძე, აღნიშნული პიროვნებაც აპირებს საპროცესო შეთანხმების როგორია? მაყურებელს შევახსენებ, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სულ 64 ბრალდებულია და საქმე 5 ეპიზოდად არის დაყოფილი. მათგან 22 გასულ კვირას გათავისუფლდა საპროცესო შეთანხმებით დარბაზიდანვე, 10 უკვე მისჯილი აქვს სასჯელი, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ამ ეპიზოდთან დაკავშირებით 13 ბრალდებულთან მიმართებით უკვე ეს შემდეგ 4 შაბათს გახდება ცნობილი.